მოგესალმებით ხალხო, მე ვარ ლუკა, ეს არის საბა და ჩვენ ვართ ორი ადამიანი, რომელსაც გვიყვარს და გვაინტერესებს ლიტერატურა. შესაბამისად გადავწყვიტოთ რომ ჩაგვიწერა პოდკასტები და გაგვიზარებინოთ თქვენთვის ისეთ რაღაცები, რაც მნიშვნელოვანი მგონია. დღევანდელი ჩვენი ტექსტი გახლავთ გალაქტიონ ტაბიძის მთაწმინდის მთვარე. შევერკინებით ამ ლექსს და ვეცდებით რომ აღმოვაჩინოთ არა მარტო სილამაზე, არამედ აზრობრივი მნიშვნელობა. 11:15 წუთია და სპეციალურად იმისთვის ვიყინებით ამ შუაღამით, რომ ასეთ ხედზე ღამე ჩაგვეწერა და მე მგონი ამისათვის ვიმსახურებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი ხალხო. იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. და კიდე თქვენ შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ იმისათვის რომ ტელეფონით აღარ გადავიღოთ ჩვენი პოდკასტები და კამერით გადავიღოთ და ამისათვის გისაჯის ლინკი იქნება აღწერაში და შეგიძლიათ რომ დაგვიდონატოთ ნებისმიერი რაოდენობის 2 ლარიდან 50 ლარამდე არის შეზღუდვა. ეხლა 50 ლარზე მეტი თუ გინდათ ნაწილ ჩარიცხოთ არ არის პრობლემა. და შეგიძლიათ მოაყოლოთ კითხვები, შეგიძლიათ კი რა აუცილებლად მოაყოლოთ წინა ეპიზოდზე, ან ნებისმიერ ეპიზოდზე და ჩვენ მე ამაზე კი პასუხებთ. ან რამე რჩევა, არ ვიცი, ნებისმიერი რამე. მოკლედ მადლობა წინასწარ. ხო, ახლა დონაციები იყო და შეკითხვები არ მოყვა და მე წინა სიმართლე, იმიტომ რომ შეკითხვები ძალიან რჩევა იყო ერთის ძალიან კაი და ხო რა. გავითვალისწინებთ მაგ რჩევას. გავითვალისწინებთ, ხო. კაი, გადავიდეთ ახლა გალაქტიონზე. რთული საქმეა და მე არ ვაპირებ ხარ რომ აქ ძალიან ცოტა თავისუფლად გავუშვათ, იმიტომ რომ ეხლა თუ ისე მიუდექით გალაქტიონს რომ ეხლა ამაში ისიგულისხმება, იმაში ისიგულისხმება, ცოტა ძალიან აკადემიურ ისე გამოგვივა როგორც გვაცვია. ეხლა არ გვინდა. ეს თვითონ გამოგვაცვია, ეს ხო, შიგნით მაცვია ისა. თერმული. რაც არ ჩანს კიდე. კაი, დავიწყოთ, ესე იგი, მთაწმინდის მთვარე. რატო ავრჩიეთ ეს ტექსტი? ჩემი აზრით ეს ტექსტი, პოეზიას როცა ვარჩევ მე რა, 3 კომპონენტი არის ჩემთვის მნიშვნელოვანი: ტექნიკა, პარალელები და სიმბოლოები და მესამე არის სილამაზე რა, რამდენად ლამაზად ახერხებს ტექსტის სილამაზე. მე ქართულ პოეზიაში ესეთი ტექსტი, ესეთი ლექსი იშვიათად შემხედრია. აი ეს 3 კომპონენტი რო ესე იდეალურად დასვას ერთად რა. და ჩემი მიზანი ამ ტექსტის ეს იყო რა. ჩემი მიზანი ის იყო რომ ბევრმა იცის და ცოტა ნახვებსაც დაწერს, იმიტომ რომ თანამედროვე ქართველი პოეტის ერთ ლექსს ვაპირებდით და არავინ არ უყურებდა, იმიტომ რომ ეხლა ცოტა პოპულისტური გათვლაც გვაქვს. მოდი რა ვქნათ, იცი უცებ ვთქვათ ეგ ლექსი. რომ წაიკითხო და მე ნახავ. რო დავდეთ მე ხო ჩავწერე. კაი. ზოგადად არის ნეგატივი. აუცილებლად წაიკითხე და მე ჩავწერთ. და მე ჩავწერთ მაგაზე. კაი, ესე იგი მოდი ვთქვათ ის რომ ეს ლექსი დაიწერა 1915 წელს, ეს არის ის წელი, როცა გარდაიცვალა აკაკი წერეთელი. და შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ აქ ლექსში, ზოგ ვერსიაში არის რომ აკაკი ისლანდია, ზოგ ვერსიაში არის რომ მოხუც ისლანდია, ხო? და ერთი არის რომ მნიშვნელოვანი ეს უნდა ვიცოდეთ რომ აკაკის გარდაცვალების წელია და მეორე აუცილებელი ავტორი ქართველი პოეტი არის ბარათაშვილი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ამ ლექსის გარჩევისას, იმიტომ რომ ეს გასაგებია, მოკლედ ესია ჩვენი ინტერპრეტაცია არ არის, რომ ბარათაშვილი და აკაკი არის ამ ლექსის ორი წინამორბედი, იმიტომ რომ მთაწმინდის თემატიკაა, ბარათაშვილი შემოღამება მთაწმინდაზე და აკაკი თავისი ლექსით განთიადი, ხო? კაი, რატო არის ახლა მნიშვნელოვანი? პირველ რიგში თავად ახსენებს აქ გალაქტიონი ბარათაშვილს და ბარათაშვილი მას ძალიან უყვარდა და სხვათა შორის გუშინ რაღაცა სხვა ლექსებიც ვნახე, იმის გალაქტიონის და მთაწმინდის მთვარიდან აქ ამოღებული 1910 წელს 18 წლის იყო გალაქტიონი, პირდაპირ სიტყვა იქ ბარათაშვილი წერს, რომ მთვარეს შემდეგ ეპითეტს აძლევს დისკო გადახრით მინავლებული თუ არ ვთქვი ეგრე იყო. მოკლედ დისკო გადახრით წერია ზუსტად და პირდაპირ სიტყვითაა გადმოტანილი ლექსში ზევით ასწიეთ მზე ზევით. დისკო გადახრით აენთო. ანუ მნიშვნელოვანი ლექსი რო არის შემოღამება მთაწმინდაზე გალაქტიონისთვის, ამის ხაზგასასვლელად. ეხლა რაც შეეხება მთაწმინდის მთვარეს. ჯერ მოდი ვთქვათ 1-2 სიტყვა რატომ არის მნიშვნელოვანი შემოღამება მთაწმინდაზე. გარდა იმისა, რომ ინსპირაციის წყარო არის გალაქტიონისთვის, ეს არის ლექსი, სადაც ბარათაშვილი პირდაპირ გვიზიარებს იმ ადგილს, სადაც ის შვებას პოულობს. აი წარვეთ წყლისაპირსევდიანი ფიქრთგასაცვლელად არის წყლისაპირს დაახლოებით არის წყლის რაღაცა
მეორე ნაწილი ან მიწიერი ნაწილი არის მთაწმინდა, ხო? ანუ თუ ბარათაშვილისთვის მთაწმინდა იყო შვების ადგილი, გალაქტიონთან ეს იცვლება. უბრალოდ არის რომ მთაწმინდის იდეა გაღებული. და აკაკისთან ეს არის დიმიტრი ყიფიანის სადმე მიძღვნილი, როცა დაკრძალვის დღეს მან წაიკითხა განთიადი და ეს არის უფრო აი რაღაცა იმედის მომასწავებელი ადგილი რაღაცა. მთაწმინდა, ხო? თან იქ არის რომ ერთ-ერთი ინტერპრეტაციის მიხედვით აკაკი ამთხვევს ადგილს ჯვარცმის ქრისტესა და დაბადების, ხო, გოლგოთას და გოლგოთას და ბეთლემს ერთ ადგილას აყენებს და მოკლედ მნიშვნელოვანია, ხა მაგას ძალიან არ გავყვეთ, უბრალოდ არის რომ ბარათაშვილთან არის შემოღამება, აკაკისთან არის განთიადი და აქ არის მთაწმინდის მთვარე პირდაპირ, ხო, ანუ ღამე არის. ეხლა ჩვენ ძალიან იმაში ფილოლოგიურ განხილვაში არ წავალთ, იმიტომ რომ სხვები ამას ჩვენზე კარგად იზამენ, უბრალოდ ჩვენ ესე ლაპარაკით, სადაც წაგვიყვანს, იქ წავიდეთ. აი, თუნდაც იმის ხსენება, რომ აი მაგას გალაქტიონის პერიოდში მაშინ თუნდაც პაოლო იაშვილი რო ბეთჰოვენზე ამბობს, რომ ის ყუაო და როგორც ცდილობენ თვითონ რომ ამაღლდნენ ციფრყანწელების ხვებზე და გალაქტიონი მაგას პირიქით როგორ აკეთებს თანაბად. მაგას ლაპარაკი მართლა ძალიან შორს წაგვიყვანს. უბრალოდ მე ტექსტში ძალიან მომწევს ბარათაშვილის და აკაკის ხატები რა, სურათები როგორ არის დახატული, რომ აკაკიზე ლაპარაკია რომ მოხუცი ადამიანი და ლანდია რა, ეს ორნიშნულოვანი დეტალია და ბარათაშვილი საპირისპიროდან ახალგაზრდად არის დატოვებული და ლანდი არ არის ბარათაშვილზე მოძრაობის მდგომარეობაშია რა. შემიძლია ეს უბრალოდ ბარათაშვილთან სულიერ კავშირზე და აკაკისთან ინტელექტუალურ კავშირზე მიუწევს გალაქტიონის მხრიდან რა, რომ ბარათაშვილი ჩემი სულიერი წინაპარია და აკაკი ჩემი ინტელექტუალური წინაპარია რა. რით განსხვავდება ეს სულიერი და ინტელექტუალური? ანუ მე მგონია რომ ბარათაშვილისგან სულისკვეთება აქვს აღებული, ანუ ეს მერანის მიმართება რაც არის, რომ გასცი, ანუ უნდა გაილაშქრო, გაიმარჯვო და აკაკისგან ინტელექტუალური საკუთრება რაც არის, რომ პოეზია ხელოვნება, არის სიდიადე, არის მნიშვნელოვანი, არის აუცილებელი კულტურისთვის და ასე შემდეგ რა. და მე მგონია რომ მთაწმინდის მთვარეში ამას ერთად აჯენს რა. პოეტური სახეც გვაქვს და კულტურული. აი დაყოფა. სხვათა შორის უნდა ვახსენოთ ისიც, რომ აკაკი იყო აი როგორც რაღაცა ძალიან მისაბაძი პიროვნება, ცოტა ისეთი ნათქვამია. ხატი, სახეხატი, რომელსაც რაღაცა გინდა რომ დაემსგავსო, როგორც პოეტი, ხო? და თავის დღიურებში გალაქტიონი ძალიან აი 1915 წელს მაგალითად როცა გარდაიცვალა აკაკი წერეთელი, იქ რამდენიმე მოგონება აქვს მასზე და აი მაგალითად ერთ-ერთი მოგონება უწერია, რომ ქუთაისში იყვნენ პოეტები შეკრებილები და გალაქტიონს უნდა წაეკითხა თავისი ლექსი და აკაკი იჯდა იქ და აღწერს როგორ ნერვიულობდა გალაქტიონი და დაავიწყდა როცა ამბობდა თავის ლექსს და რითმა დაავიწყდა და ბუნებრივად გადააბა ლექსით, ანუ ახალი რითმა მოიგონა და ვერავინ ვერ მიხვდა. უბრალოდ აღწერს რომ აკაკის ფაქტორი იმდენად ამანერვიულებელი იყო ჩემთვის, რომ დავიბენი ძალიანო. ანუ კიდე რაღაც 1000 მოგონება უწერია, წოებსაც ხო მაგის გამოიზდი და მოკლედ აკაკი იყო ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება და სხვათა შორის სანამ მთაწმინდის მთვარეს დაწერდა, ესეც 1915 წელს აქვს, მე მგონი თქვით დაწერილი. მანამდე აქვს დაწერილი მერი და მანამდე აქვს ლექსი სახელად აკაკის ლანდი დაწერილი, სადაც გვიყვება ამბავს, როგორ მიდის აკაკის სული გარდაცვლილების მხარეს, რაღაცა მთების იქეთ და იქედან როგორ ლოცულობს, როგორ ზრუნავს აქ დარჩენილებზე. და იქ წერს, რომ არ მიგვატოვებს, რაღაცა კურთხეული იყოს ეს მოლანდება და მოკლედ ადიდებს აკაკის და ძალიან მნიშვნელოვანი როა ეგ ჩანს. ანუ თან აკაკის ლანდი ქვიას ლექს და აქაც აკაკის ლანს ძინავს ეფუძილით, ხო? ხო არ დავიწყოთ და გავყვეთ თავიდან ბოლომდე და სადაც წაგვიღებს, იქეთ წავიდეთ რა. ხო. დაიწყეთ. პირველი ხაზით დავიწყოთ და გეტყვი პირდაპირ ჩვენი ისინი აზრები გადმოაფრქვათ. ესე იგი, მე ერთი რაც მომეწონა ამ ლექსში იყო, რომ მომეწონა რა, ანუ რაც ესე ვთქვათ, ჩავიჭირი არის, რომ ლექსი იწყება შობით. ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი. ერთი უნდა ვთქვათ, რომ სხვაგან, მაგალითად ბარათაშვილთან არის შემოღამება, ანუ ბარათაშვილი იქ არის დღისით მისული და მას შემოაღამდება. აკაკისთან არის განთიადი, ანუ მზის ამოსვლა. აქ არის რომ სუღამეა. ეს მნიშვნელოვანია და მე ღამეს რაღაცა უფრო ვაკავშირებ თან მთვარეს ცოტა რაღაცა სიკვდილის ფენომენთან, თან ხა ჩემი აზრით მთლიანი ლექსი სიკვდილზეა რა. აქვე ვიტყვი რომ მე აი
ჩემი აზრით, აი მე რო ხელოვნური ინტელექტი ვიყო და ვინმეს რო ეთქვა ჩემთვის რომ დამიხატე ამ ლექსზე რაც წარმოგიდგება, დაუხატავდი როგორ მიდის გალაქტიონი გემზე შემომდგარი კაპიტნის ადგილას საჭეუპრია ხელთ და ჩადის მიწისქვეშეთში. აი ეგეთ ნახატს დავხატავდი მთაწმინდის მთვარეზე ვინმეს რო ეთქვა რომ დამიხატეო. და ეხლა გავყვები რატო რა. ესე იგი, იწყება შობით. რა შუაშია? რატო უნდა აღნიშნოთ შობა? ანუ ღამის შობა არის, ანუ მთვარე იბადება, ოღონდ წყნარად. ანუ დაბადება ხო წესით ასოცირდება ხმაურთან, ანუ ტირილით ვიბადებით ადამიანები, მაგრამ აქ არის რომ ბუნება ღამე იბადება წყნარად, მდუმარებით. ეგ ნიშნავს რომ სიკვდილში გადავდივართ. ანუ მკვდრად შობილი არის კარგი სიტყვა მაგის აღსაწერად. ანუ შობა გვაქვს უბრალოდ პირიქით, საპირისპირო ვერსია. აი აქ ჩავიწერე რომ ესე იგი შეაბრუნა, ანუ სამყარო, ანუ მთვარე, ესე ვთქვათ, სამყაროს გამოვლინება წყნარად იშვა და სინამდვილეში ამ შებრუნებით, ანუ სარკისებური ეპიზოდია. სინამდვილეში ამით ამბავს გვიყვება თავისი ხმაურიანი სიკვდილის შესახებ. სამყარო იბადება წყნარად, მთვარე ასე წყნარი და სინამდვილეში ლექსზე უნდა მოგვიყვეს როგორ ხმაურიანად მოკვდება ის. ანუ როგორ ხმაურიანად ხო ანუ მომახიანად ესე ვთქვათ. რამდენად დიდ სახელს დატოვებს ესე ვთქვათ. რამდენად შეაბიჯებს უკვდავებაში. ამას გულისხმობ ხმაურიან სიკვდილს. ანუ შობის ელემენტი და ჩუმად დაბადება ეგ არის. და მერე თან წერია რომ მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს. ნუ ჯერ არის რომ აი მუსიკა რა დონეზე არის აყვანილი, ხო? აი არ ვიცი ენა, ზოგადად ქართული კი არა, საერთოდ ენა როგორ შეიძლება ესე ატრიალო ხელზე, რომ უბრალოდ ადამიანმა წაიკითხოს შენი დაწერილი და ესე მუსიკა ტრიალებდეს თავში. აი თან ძიმე ენა გვაქვს რა. ხო, ეს ყარა ფრანგული რა რაღაცა დაიწყება. ქართული ცოტა უხეში ენა გვაქვს. როგორ უნდა შეძლო ბიჭო, რომ პროსტა ანუ მარტო კი არ შეამსუბუქა ჰაიროვანი გახადო. და ხო, ამ ფერებით გიყვება, ანუ ფერებით და ვიზუალით ყვებოდე ენის მეშვეობით ამბავს. ანუ ნახატი გახადო რა, მუსიკალური ნახატი. ანუ კარგი ნახატს უყურებ და მუსიკა ადებს ნახატს ფონად. აი ეგრე გავხო? ხო, ზუსტად, ხო. და ანუ ჯერ მან ჩემთვის პირველ ნაწილებში ფერები და ვიზუალური ელემენტები ძალიან მნიშვნელოვანია. კი, მუსიკა და ფერები, ანუ შინარ სემანტიკას შეიძლება საერთოდ არ მიაქციო ყურადღება, ისე მიდის ესე დინარესავით ჩაივლის მელოდია. ფერებთან იმიტომ არის მნიშვნელოვანი განსაკუთრებით, რომ არ დაგვავიწყდეს რომ ღამეა ლექსი. ანუ მთვარე ხო იმიტომ ჩანს რომ ეხლა მე მგონი კამერაში არ ჩანს, მაგრამ ზემოთ ერთიდან კარგად ჩანს მთვარე. ანუ ღამე არის და წესით შავ-თეთრი უნდა იყოს ლექსი, ანუ შავი უნდა იყოს, მაგრამ ფერები არის, აი მეტი რო არ შეიძლება ისე ფერადი ლექსია რა, ლურჯი, ალქნები და აი სასწაული. ლურჯი და თეთრი არის დასაწყისში ძალიან მძაფრად. ხო, ძალიან მძაფრად. ლურჯი ფერი, აი უნდა წარმოიდგინო უბრალოდ, რომ ლანძ ქმნის ლურჯი ფერისას მთვარის გამოსხივება. მე არ ვაპირებ მაგის დეტალებში რომ შევიდე ფერები რას ნიშნავს. უბრალოდ აი ჩემი აზრით უბრალოდ უნდა შეიგრძნო აი ფერები. უბრალოდ უნდა მიყვე ფერი. ერთადერთი მნიშვნელოვანი საინტერპრეტაციო არის ბოლოში ვარდისფერი. ვარდისფერი გარდა იმ უბრალოდ ფერებით უნდა დაგმელა. მაგრამ სხვათა შორის აქ ნახე ცისფერ ლანდებს რო უწერია. აქ გამახსენდა ქნარი ხო რეალურად საკრავია, მუსიკალური საკრავი და ორფევსი გამახსენდა. იცი რატო? იმიტომ რომ მე ხო ვთქვი რომ აქ გალაქტიონი ჩადის მიწისქვეშეთში ამ ლექსში, ანუ გვიყვება თავისი სიკვდილის ამბავს, როგორ მეფურად მოკვდება, რომ მეფე ვარ და პოეტი, ხო? და გამახსენდა აი დავფიქრდი ბერძნულ მითოლოგიაში ვინ იყო მიწისქვეშეთში, ვინ ჩავიდა რა? ნუ ჰერაკლე, სიზიფე და ორფევსი. ორფევსი რო ჩავა იქ ხო არის ეგეთი ამბავი რომ აი საკრავზე რომელსაც უკრავს ისიც ხელოვანია თან ხო მუსიკოსია გალაქტიონის ხელოვანია გალაქტიონის მუსიკოსია მარტო პოეტი არ არის რაც ვთქვით იქ ორფევსი რო უკრავს თავის ამ საკრავზე წერია რომ მითის მიხედვით არის რომ შეიკრიბებიან სხვადასხვა ადამიანები აი ის ლანდები მაგალითად თავად ჰადესის ცოლი სიზიფეზე არის გადმოცემა რომ იმ ლოდზე შემოჯდება და ჩაფიქრდება ცხოვრებაზეო და სხვადასხვა პერსონაჟები ბერძნული მითოლოგიის შეიკრიბებიან და აი ორფევსი რო აჯადოვებს თავისი მუსიკით აი ამ ხალხს და აქ არის რომ ეს ქნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს. ეხლა ხეებში აქსოვს არ ვიცი რა არის, მაგრამ ეს გალაქტიონის ქნარი იწვევს ცისფერ ლანდებს. რაც ჩემი აზრით შეიძლება ნიშნავდეს, რომ აი გალაქტიონი ჩავიდა მიწისქვეშეთში და ცისფერი ლანდები, მაგალითად აკაკი და ბარათაშვილი შემოეგებნენ აი ამ მუსიკის და პოეზიის ფონზე, როგორც ორფევს შემოეგებნენ. ოღონდ ეს ორფევსის შემთხვევა არ არის. აქ გალაქტიონი უბრალო მითოლოგიის პერსონაჟი არ არის, გალაქტიონი მეფე არის. და ზუსტად, ანუ აი მე წარმომიდგენია, რომ აი ჩადის ჰადესში, მიწისქვეშეთში, შავეთში, ჰადეს ესე გადააგდებს ტახტიდან და აი როგორც ნაპოლეონი აი ეგრე დაიდგამს თავისით აი ამ გვირგვინს რა, აი ეგრე წარმომიდგენია ეს ლექსი. ოღონდ ნაპოლეონთან იმიტომ ვაიგივებ, რომ დამსახურებულად იდგამს რა, ანუ ამ გვირგვინს მართლა მეფე არის და არ არის, ანუ ამპარტავნულად არ უყურებ მე ამ ნათქვამს, მართლა მეფეა და თქვა. ოღონდ აქ მნიშვნელოვანი ის არის, ბოდიში ძალიან გამეწელა, მაგრამ ის არის, ანუ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბიჭო 1915 წელს გალაქტიონზე რო ვლაპარაკობთ, წესით ყველას წარმოგვიდგება აი რაღაცა წვერი, ცოტა შუა აი რაღაცა 50 წლის დაახლოებით შუახნის გალაქტიონი და რეალურად აქ არის ჩვენ ხელა ბიჭო, ანუ 23 წლის არის თუ 24-ის 1915 წელს დაწერა წვერი არა აქ. ანუ ჩვენ ხელა ტიპი რო ამასწორებს. ანუ ეს არის წინასწარ თქმა რომ მეფე ვარო, მაგრამ ნუ აქ ხა უკვე ისეთი ლექსები აქვს დაწერილი რომ შეიძლებოდა მაგის თქმა, მაგრამ მაინც არ გვეგონოს რომ ეს არის რაღაცა სიკვდილი 50-იან წლებში არ დაუწერია 1915 წელს დაწერა. ამიტომ კიდევ უფრო მეტ დიდებულებას წინასწარ მეტყველებაა ეს ლექსი თავისი ცხოვრების. რომ წინასწარ იცის რომ მე მეფე ვარ და ჩემი კით ქართული პოეზია ვეღარ იარსებებს. იმიტომ რომ მე დავხურავ აქ ყველა. ხო, აი მოვედი, აი ესე გადმომაგდეს. მოვედი. მადლობა მითხარით რომ თქვენ ენაზე წერ, იმიტომ რომ გალაქტიონს ფრანგულად დაეწერა, დღეს იქნებოდა აი ბოდლერის დონეზე მინიმუმ. უბრალოდ ქართველი რო არის, მაგიტო აი ესე მსოფლიო არ იცნობს, თორე რომ ენიდან გამომდინარე, მაგრამ ვერც თარგმნით თან გაგიჭირდება. ხო, პოეზია მაინც ხო, მაგიტო ვერ იცნობ, თორე ახ. არა, ძალიან მომწონს ეგ ის სიკვდილთან, სიკვდილის ინტერპრეტაცია ჩადის ქვემოთ, ორფევსით უკრავს. ხო, ეგ არის ჩემთვის რა. კი. მე ერთი წაკითხვით ეგეთი წარმოდგენა მქონდა, რომ ჩემი აზრით დანტეს გადათამაშებას ახერხებს მეთქი. აბა როგორ? ინტერპრეტაციით, ანუ ჯოჯოხეთში მოგზაურობის ამბავი გადმომაქვს, მე ზუსტად ანუ სიკვდილის სცენა არის, ჩადის ჯოჯოხეთში და უბრალოდ როდესაც დანტესთან ყველაფერი სხეულებრივად არის გამოხატული მეთქი, ანუ ადამიანები ფიზიკურად იტანჯებიან, ეს სულად საპირისპირო დატრიალებს ამ ყველაფერს და ტოვებს მარტო სულებს, ლანდებს ტოვებს, რომლებიც ვარდისფერ გზაზე მიდიან, ანუ ბედნიერები არიან და ჩემი წარმოდგენით გალაქტიონი ახერხებს სიკვდილის და ხელოვნების ერთად დასმას ისე, რომ სიკვდილი ბედნიერება გამოდის. და არ არის ისეთი უბედური შემთხვევა, რომელსაც უნდა გეშინოდეს, ან გაურბოდი ან რაღაცა. პირიქით, სიკვდილი არის უბრალოდ სხეულის ყდომა და მეტი არაფერი. იმიტომ რომ რა სული რომელიც ოღონდ ეს ჩვენთვის ხელოვანებისთვის ამას ამბობს. არა, მე დაჩერდრიგულს ვიყავ. ისე ჯავახი ხელოვანება არის გავაფრინდა. ხარ ხელოვანა ისეწერ ჩემი. ხო, თაწმინდის თვარე რო ქონდეს რა დაწერილი, შეიძლება რომ მას არ გავჩემ არა. აი, თბილისში და თქვენ მზანე. ხომ მაგრამ ანუ რას ხომ ეს? მე თაწმინდის თვარი დავწერო, აი სხვათა შორის შილაჟვარდეში, შილაჟვარდიან ვარდიშილაში. მან დაბობს ზუსტად, ვით 64-დან ალიგიერი მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარო. ხო. ხო. მე არ მინდა სხვა ტექსტების მოშველიება, მაგრამ ბიჭო, ამას კიდე ცალკე გენიალურად ახერხებს გალაქტიონი, რომ ყველა მისი ტექსტი ცალკე აღებული ხო იდეალურია. ნუ დიდი ტექსტებზე მოხმაპარები. ხო. მაგრამ ანუ სიმბოლოები, რომლებსაც ცალკე იყენებს, ერთადაც იკურება რა. ანუ აქ გამოყენებული სიმბოლოები სხვა ტექსტებში აუცილებლად იმოგზაურებს. სხვა ტექსტებში აუცილებლად იგივე და გემი რა ვიცი. ხო, სამბახი, რომელიც ძალიან უყვარს და რომელიც ბარათაშვილიდან არის მემკვიდრეობით. ფერები, ყვავილები, ნუ აი არ ვიცი. ვარდი. ამის აღნიშვნა მინდა მე ძალიან ფერებისთან დაკავშირებით. ანუ ჭეტაპობრივად რო შემოყავს რა, ჯერ არის ცისფერი, მერე არის თეთრი, მერე შემოყავს ვარდი და იასამანი არ შემოყავს, მაინც არ შემოყავს გვირილა, ხო. ხო, კარგი ფერებს ათამაშებს ძალიან გენიალურად რა. ძალიან კარგად გამოსდის და ხო და რა, ანუ აი სიკვდილის გზა არის ვარდისფერი გზის გარდა გასაიერია, მაგრამ დანარჩენადობას ელემენტი შემოგაქვს, მერე მაგ ფერების სწორად გადათამაშებით. ანუ ვიზუალური ელემენტის სილაჟვარდე ფერების სიკაშკაშე და სულ სიკვდილის ბედნიერ გზას. ანუ როდესაც სხვა ტექსტებში სიკვდილზე ლაპარაკი არის რაღაც შავი, რაღაცა ხმოვანებაც თუ დავამატეთ ჟღერადობაც არის რაღაცა ჩახშული არის
არასასიამოვნო მოსასმენი არის galaktionთან პირიქით ხდება ეს ყველაფერი. როდესაც სიკვდილზე ვიწყებ ლაპარაკს, უფრო მახიანები ვხდებით. უფრო ხმამაღლა უნდა წაიკითხო ლექსი და პლუს ამას ფერები შემოდის. ანუ შენ ამბობ რომ ამ ფერებს ისე ურევს ლექსში, ანუ მხატვრის ფუნქციაც აქვს თან მუსიკოსთან და პოეტთან ერთად, რომ ვარდისფერს მიიღებს და შესაბამისად თვითონ აგებს ფერებითაც ამ სიკვდილის გზას. მაგიტო ამბობდი დასაწყისში რომ უნდა წარმოვიდგინო ნახატი, ვარდისფერი გზის ნახატი სიკვდილის გზის, რომელსაც ფონად ადევს სიმღერა. თავშიო გიზის galaktionი რა. ხო. მე ფერები უბრალოდ აქ, ანუ მე მგონია რომ პოეზია არ არის მარტო გავიგოთ ახლა ამ ლექსით რისი თქმას უვდა ავტორს, არ არის მთლად სწორი კითხვა პოეზიაში ყოველთვის, იმიტომ რომ უბრალოდ უნდა იგრძნო რა, ანუ პოეზია მარტო ის არ არის, რომ ახლა ამან გითხრა რომ თქვენ მაინც მოკვდებით და ახლა ვიფიქროთ სიკვდილზე. ეგრე არა. მგონია რომ უბრალოდ უნდა იგრძნო რა, ანუ მარტო გონება არ არის, ანუ პოეზიაა და პროზისგან იმით განსხვავდება, რომ ცოტა დამშვიდი და მიყევი რა. ანუ ის განცდიდად გიშულს მაგას რა. ხო, ანუ ფერებითაც აღიქვამ ლექს, ხმითაც და შინაარსითაც და ბგერებითაც. აი სასწაულია. მეტი რა უნდა. ხო, დასწრებში ვთქვი სამი რაღაცით. ხო. ჩემთვის მნიშვნელოვანი პოეზია აგერ სამივეზის. ციგიში. და ანუ ეხა სიმბოლოები ხო აზრობრივად საერთოდ. გედის ამბავი ცოტა ადრე იქნება ჩემი აზრით, ეხა რომ დავიწყოთ, მე მოუბრუნდეთ გეც აუცილებლად. კაი, რაზე ვისაუბროთ მაშინ? რატო არის ადრე? ნუ 1-5 წუთი დასჭირდება, მეტი არა. გადავიდეთ უკვე? გადავიდეთ. ანუ მაშინ ჯერ შენ კითხავ და მე გავუშვებ. რას? გედის ინტერპრეტაცია როგორია? მე რა მნიშვნელობით შეიძლება იყოს? მე მგონია რომ რაც იგულისხმა ისე გავიგნე, რომ რაღაცა გედი სიკვდილის წინ მღერის ერთადერთხელ და პირდაპირ უწერია რომ სიმღერით ვკვდებიო. ეგ ნიშნავს რომ ანუ თან გედი ესთეტიკური კუთხითაც უნდა გავიგოთ, იმიტომ რომ ლამაზია და სიკვდილის წინ რომ მღერის ეგ ნიშნავს რომ რაღაცა galaktionი თავის თავს ადარებს, იმიტომ რომ ხმის ჩანაწერიც გვაქვს galaktionის შემორჩენილი, სადაც ის ამბობს რომ ბათუმში ვიყავიო, იმედია სწორად მახსოვს, ბათუმში ვიყავიო და ქალი მღეროდა გედის მომაკვდავი გედის შესახებ და ამან იმხელა გავლენა იქონია ჩემზე, რომ რაღაცა ძალიან გამიტაცა ამ იდეამო. და შემდეგ ეს გადმოვიტანე იმაშიო, ამ ლექსიო. და თან სილაჟ ვარდეშიც, ანუ ვარდის სილაჟიც აქვს გედის სიმბოლიკა, ანუ ძალიან გადაცებული იყო. ეგ ნიშნავს, რომ ესთეტიკური სილამაზე და სიმღერის სიკვდილის წინ სიმღერა. ეგ ხო, ეგ მესმის. ანუ არა თუ ეშენია სიკვდილის, არა თუ გამბედავია სიკვდილის წინ, არავინ მღერის. ანუ უფრო მაღალი დონეა რა, საერთოდ სხვაგან. სიკვდილის ცნება გააზრებული აქვს და უკან აქვს მოტოვებული. ის იქ არის მებედი. აი ესე უყურებს სიკვდილს, აი იქ არის სიკვდილი. შეშვენის galaktionს ნამდვილად ეგ. ხო. და შენ მე როგორც უყურებ ყველა ტექსტთან მიდგომისას ბერძნული ამბები შემომაქრა და აქ სამი მნიშვნელოვანი ინტერპრეტაცია შეგიძლია გავუშვა. ერთი არის ეგ გედის სიკვდილის წინ მღერის და კიდე ორი არის ბერძნულიდან, მაგრამ მე ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ galaktionს და ერთად სპეციალურად აქვს ეს დასმული რა. ერთი არის რომ გედი როგორც ზევსი, გედი როდესაც ლედას მოევლინა, რაღაც ულამაზეს არსებას დედამიწის რუზე. მოევლინა გედის ფორმით და ეს მის მშვენიერებას გამოხატავს ჩემი აზრით აქ. და მეორე ამბავი არის გედი როგორც აპოლონი. და აპოლონი არის მუზების ღმერთი. და აქ ხელოვნების ნაწილზე უბრალოდ უსვამს ხაზს, რომ მე ხელოვანი, მარტო ხელოვანი კი არ ვარ, მე ხელოვნებაზე ბატონო. მე ამ ყველაფრის ზევით შემიძლია ვიყო, იმიტომ რომ აქვს ღმერთის გამბოძებული ნიჭი. და შეიძლება ერთი ინტერპრეტაციით მე თავად ვარ ზევსი. და ეს კიდევ ერთი შითამამეში თავხედე ყველანაირად დადებითი კონტექსტში შემოაქვს galaktion's ლექსში რა. ყველა ერთად რო იყოს ასე. ხო, ყველა ერთად ზის მე თქვით მაგას რომ მთელი გენიალურობა ამ ინტერპრეტაციის galaktion's მხრიდან არის ის რომ ერთად სვავს ამ ყველაფერს. და მე გედის გადათამაშება საპირისპირო მდგომარეობაში მთვარესთან ხდება. ჩემი აზრით გედით galaktionი გამოხატავს თავის პოეტურ სახეს, პოეტურ სულისკვეთებას, ხელოვანის სულისკვეთებას და მთვარეზე იდეაში არ გველაპარაკია და ეხლა კარგი იქნება რომ ნეუნა შემოვყვანოთ, რომ მთვარეში ჩემი აზრით galaktionი გულისხმობს თავის ფიზიკურ არის სულიერ სამყაროს, თავის ბუნებრივ მდგომარეობას, რომ ის მშვიდად არის, ის გაწონასწორებულია, ის ნაზია, ის წყნარია და ამავდროულად მისი ხელოვანი ბუნება, ანუ გედი მღერის. წყნარი და ნაზი galaktionის სულიერის რაღაც არ წარმომიდგენია. ან ნახე, ჩემი წარმოდგენით
გალაქტიონს იმ ბობოქრობას თუ შეიძლება ესე უწოდოთ აძლევდა მისი ხელოვანი ბუნება. უბრალოდ თუ დავცლიდით ამ ყველაფრისგან დავიღებდით როგორც ადამიანს, ბუნებრივად უბრალოდ ადამიანს, ის იქნებოდა მთვარე. როგორც არის. აი ის ამბავი რო არის, რომელი წერალზე არ მახსოვს, თაწმინდიდან რო ჩამოდის და გალაქტიონს რო შეხვდება. ლექსს რო წააკითხავს, უბრალოდ არ მახსოვს რომელი წერალზე იყო, მაგრამ ზეპირად რო ახსოვს? ხო, მე მგონი ტერენტის ამბავია ეს. ახსოვს ზუსტად. და ეგ არის რომ ლექსი რო ზეპირად დაიმახსოვრა, ტერენტი. ხო, მან ძალიან მშვიდი ამ ისტორიაში. შეუძლებლად მშვიდია. უბრალოდ დგას და ეუბნება გამიმეორე და მე შემდეგ შეხვედრაზე უბრალოდ უყურდა და მორჩა. ეგ სიმშვიდე თან სდევდა, მაგრამ როდესაც ხელოვნებაზე მიდგებოდა საქმე პირიქით ის იყო რა. შეუჩერებელი იყო, მეფე იყო. აქ ამ ლექსში მაგ იმას თანასწორობას სვავს გეც და მთვარეს შორის რა. ისევე მთვარების ბუნების სახეა მეტი არის. და ჩვენიერია თან, ეს ინტერპრეტაცია ჩემ ისე და ისე გალაქტიონს რო კითხულობ, ეს ინტერპრეტაცია ბევრად მეორე ხარისხოვანი. უბრალოდ ლექსი არის და მოაქ. ხო, ჩემს ეგ რომ ლექსი არის და მოაქ. მე თუ ძალიან მოაქ კაი სიტყვა. მე თუ ეხა 30-ჯერ, 50-ჯერ, 60-ჯერ წაიკითხო, მე ინტერპრეტაციაც შემოვა და უფრო მიხვდები რამდენად დიდია. ან დაგიდასტურდება ის, რომ გალაქტიონი მართალია თავის-თავზე ეგრე რო ლაპარაკობს. მართლა ეგრეა რა. ეს ინტერპრეტაციით ამას დაადასტურე, მაგრამ ისეც განსიზღვრად შეგიძლია დასვა. რო კითხულობ დასვა აუცილებლად. სხვათა შორის, აი სამყაროს როგორ მიემართება, ეგ არის ძალიან საინტერესო. იმიტომ რომ ბარათაშვილი არის აი უფრო დაღურემილი ადამიანი, დარდით სავსე, რაღაც ეგზისტენციალური კრიზისი აქვს, ოღონდ სულ და თაწმინდა მისთვის ხდება შვების ადგილი. და გალაქტიონთან არის რომ რა ეგზისტენციალური კრიზისი კაცო, მე ეგეთი შთაბეჭდილება მჩება, რომ აი ამ სამყაროს რასაც აღწერს, თითქოს ანუ შესაბამისობაში თვითონ კი არ მოდის, თვითონ კი არ ერგება სამყაროს. სამყარო ერგება გალაქტიონს რა. და როგორ? აი ლექსში, რომელიც დაწერა იმავე წელს ზუსტად და ერთსა და იმავე წელს დაწერილი ლექსებში შეინიშნება ლოგიკურია ერთი და იმავე თემატიკა. იმიტომ რომ რაც აწუხებდა, იმაზე წერდა. შერიგებაში, რომელიც უწერია იგივე წელს, მე ლურჯაცხენები დაწერა თაწმინდის მთვარის მერე და მე დაწერა შერიგება. აქ წერს, რომ დღეს ყველგან მზეა და სილამაზე სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი. ანუ სიკვდილის თემატიკა ისევ არის, ოღონდ აქ მთვარე არ არის, აქ არის მზე. ამით ეხლა რისი თქმა მინდა. აქ წერს, რომ ყველგან მზეაო, ანუ ყველგან არის მზეო. რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში მზე როგორც სიმბოლო, მზე არის მთავარი ვარსკვლავი და ჩემი აზრით ამ ლექსში მთავარი პერსონაჟი არის მზე. როგორც რაღაც, რასაც მიემართება სამყარო წესით. და მთაწმინდის მთვარეში მზე აღარ არის, არის მთვარე. მთვარე ხო თანამგზავრია რეალურად. მე მგონია, რომ პირიქით ამას იმიტომ აკეთებს, რომ იერარქიულად მზე ხო უფრო მაღლა დგას ვიდრე მთვარე. მთვარის შემოყვანით ლექსში გალაქტიონი აკეთებს იმას, რომ აქცენტი გადმოიტანოს საკუთარ თავზე ლექსში. ანუ შერიგებაში არის რომ მზე არის მთავარი, თან ყველგან არის და აქ არის რომ თაწმინდაზე ვდგავარ მე და მთვარე არის როგორც თანამგზავრი. მთვარეს მე რაღაც თვისებებს მივანიჭებ, მე მივანიჭებ და ეს ისევ ჩემზე იმეტყველებს. დაახლოებით ახლოს ვართ ერთმანეთთან, იმიტომ რომ შენ როგორც ამბობ მთვარეზე რომ ეს იმის სახეა, მეც ვთვლი ეგრე რომ მთვარე არის ის რაღაც, როგორც აღწერს გალაქტიონი სამყაროს რა. და თუ ბარათაშვილთან იყო რომ მე დამეხმარე თაწმინდავ, აქ არის რომ მე მივდივარ და ეხა ეს რასაც აღწერ, ჩემ ბუნებას გამოხატავს რეალურად. ანუ აი მაგალითად რო ამბობს რომ მე მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე მყინვარს უმძიმეს იაგუნდებით. რო ადარებს თავს მყინვარს და აქაც თავის დიდებულებაზე რო ლაპარაკობს რომ მე დაფნის გვირგვინი მაქვს თავზე და მყინვარს რაღაც უმძიმეს იაგუნდებით მორთული გვირგვინიო. სამყარო იმეორებს გალაქტიონის ლოგიკას, იმიტომ რომ ჯერ წერია მე და მერე წერია მყინვარს. ჯერ მყინვარს არ წერია. ანუ პირიქით გალაქტიონიდან ამოიყვანება ამ ლექსში სამყარო და არა პირიქით რა, ეხლა დღეს რო ჩვენ რაღაცა პირიქით ვართ რომ აღვწერთ გარემოს
ყოველ შემთხვევაში ეგრე ვაზროვნებ, ჩემი აზრით, რომ აღწერთ და მე საკუთარ თავში, ეს არის რომ ჯერ მე ესეთი ბუნება მაქვს და ეს სამყარო იმეორებს ჩემ ბუნებას. ჩემი თაღიწერა. ხო, ჩემი თაღიწერა. კი. ძალიან მაგარია. ეს მე მყინვარს შერიგებაშია, ოღონდ იმაში არ არის. თაწმინდის მთვარეში. აქ არის რომ რავი, ძალიან ბევრჯერ ამბობს იმას რა ქვია, საკუთარ თავზე რომ აი მე ეს მომეწონა მაგალითად რომ ამ ზღვამ რომ აღზარდა უკან, ზღვის აღზრდილი რო არის. ეგ რას უნდა ნიშნავდეს შენი აზრით? ნუ კლასიკური ზღვის ინტერპრეტაციით. ხო და რას? სამყაროს თუ ზღვის აღზრდილია და ზღვაში გასული პერსონაჟი სამყაროს აღქმას ახერხებს, სამყაროზე იქმნის წარმოდგენას, მაშინ ზღვის აღზრდილს უკვე თავიდანვე შეუძლია სამყაროზე სრული წარმოდგენა ჰქონდეს. და ისიც არის რომ რომანტიზმში ზღვა არის ღმერთთან შებრძოლების ადგილი. ღმერთთან შეჭიდების ადგილი. ეს ზღვა აღზარდა ნიშნავს რომ მთელი ჩემი ცხოვრება ჩემს შემოქმედს ვეპაექრებიო. ანუ მე როგორც პოეტი მე პოეზიის ღმერთი ვარო რა. ანუ ზღვა აღზარდა ეგ ნიშნავს. ესე იგი აღზარდა ნიშნავს რომ მთელი ცხოვრებაა მანდوار. მთელი ცხოვრება თუ მანდوار, ესე იგი მთელი ცხოვრება ღმერთს ვებრძვი. ეგ ნიშნავს რომ საკმარისად ძლიერი ვარ იმისათვის რომ სიკვდილამდე ღმერთს ვებრძოლო, ხო? ეხლა ძალიან წამოვა კომენტარებში გადაგვირია, მაგრამ გალაქტიონია და ვიმსახურებ გალაქტიონის გამო 1-2 მუშტს. აი, რამე ისეთი მომენტი ხო არ მოგეწონა. მე მაგალითად ვერ გავიგე. თუ სიზმარმავით შეისხა ციდან ცამდე ფრთები. ციდან ცამდე რას ნიშნავს? მაგაზე მაგ წაკითხული ეგეთი რაღაც თუ მოსმენილი მაგ არ მახსოვს. რომ მეზობლები ეგეთი რაღაც მაგ მოსმენილი. რომ კარჩ ტექსტი იწყება აპოლონური ენერგიით და გარდაიქმნება დიონისური ენერგიაში მანდ. რომ როდესაც სიზმარს აძლევ ფრთებს, გარდა გაქვს დიონისურ ენერგიაში. ანუ უფრო ცვალებადი ხდება, უფრო ფეთქებადი ხდება, ეგეთი რა. სხვათა შორის როგორც კითხულობს ამბობს რომელიღაც იმაში არ მახსოვს. ხო, შეიძლება. როგორც კითხულობს იმის მიხედვითაც არის, რომ ნელ-ნელა უფრო იმაში გადადის. შემოაქვს ენერგიაში, ხო. და კიდე სიზმარი ხო იდეაში კლასიკური ინტერპრეტაციით, სიზმარი წინასწარმეტყველების ელემენტს ატარებს რა. გილგამეშის რეტრო გვილაპარაკებს. ხო, შეისხა ფრთების სიზმარმა. ხო, ესე იგი წინასწარმეტყველება, რომელიც აუცილებლად ახდება. ანუ ნახე, ჩვენ მაგას ვიტყოდით, რომ ხორცი შეისხაო. მაგრამ გალაქტიონი ამბობს, რომ ფრთები შეისხაო. დალამაზია, ნახე. და რა წინასწარმეტყველებაა მანთან? მე ვიქნები, ნუ ჩემ მე ვეღარ იარსებობ, იმიტომ რომ მე დავხურობ. ანუ გამოდის ეგრე რა. დროის ამბავი კიდე ამ ლექსში განმომწონს რა. დროის რას გულისხმობ? ჩემი აზრით ეს ტექსტი ახერხებს დომის წინა პერიოდის მარადიულად განცდას რა, ძალიან სულ თქვი ხა. მივხვდი. ხო, ნახე, ანუ როგორც იწყება, შემთავრდება ტექსტი, შესაბამისად წრეს ქმნის რა. ხო, და ეს ზუსტად დომის წინა პერიოდია და ტიპით გასდა გვეუბნება, რომ მე ხა მოვკვდები. მაგრამ აი იცოდეთ რაღაც, მე ვარ მთაწმინდაზე ასული, მთაწმინდა იმიტომ შეიქმნა, რომ მე უნდა მოვკვდე მთაწმინდაზე და მე ვარ პოეტი. ოღონდ არა მარტო პოეტი, არამედ ღმერთი პოეზიაში. და მე გიტოვებ საკუთარ თავს. დრო აქამდე მე არ ვარსებობდი, მაგრამ დრო ახლა ჩაირთვება, იმიტომ რომ ბარათაშვილი იყო, მისი ნაწილი ავიღე. აკაკი იყო, მისი ნაწილი ავიღე. წინარე პოეზია იყო, მისი ნაწილი ავიღე, გავერთიანე ეს ყველაფერი და ქართული პოეზია დავყურე. ახალი რიცხვი დაიწყო? ამაზეც მაგარი მოხდება. აი რაღაცა ისტორიულ წყაროებში რო წერია, რომ ამის მეფობიდან ამდენი წელი და ქართულ ლიტერატურაში რომ გალაქტიონის თვითმკვლელობიდან გალაქტიონის რაღაცა. ამ ლექსის დაწერა. და რეალურად ეგ ხმართლა ეგრე რა. მოიცა, ის მომეწონა და იმას გავყვეთ სიკვდილის წინა მდგომარეობაში. როგორ? დომის წინა პერიოდი, ანუ სიკვდილამდე 1 წამით ადრე. აი რო ხვდები რომ ეხა მოკვდები და ეგ არის გაწელილი? მე შევალვარ, რა ქვია. ის. რას? მარტოობის 100 წელი. როგორ იწყება? დახვრეტის მომენტი. აი მომენტი. ოღონდ დახვრეტის არ ამგონი. არა, დახვრეტი ის გარეშე, ანუ პარალელი გავოლე უბრალოდ, მარადიულად აწმყოს ქმნის აქ. ანუ აქ კიდე რაღაც თუ რაღაც ინტერპრეტაციაზე გავუშვით მერნის საპირისპირო მდგომარეობას შეგვიძლია დაუძახოთ, რომ რაღაცა ის თუ პირიქით ყველანაირად დროში და სივრცეში გარღვევას ლამობს, ეს ქმნის იდეალურ დროს და სივრცეს. მარადიული აწყობს თქვის იდეალურ მდგომარეობას. და ეს მდგომარეობა არის სიამაყის, სითავხედის და სიმართლის ჭეშმარიტი ფორმა. ანუ სივრცე არის საკუთარ საფლავთან დგომა, საკუთარ საფლავთან დგას და რო არის და მისი დაბადება და სიკვდილი ერთად. ხო.
და არის თან დროის თვალსაზრისით სიკვდილის წინა წამი. თუსტად. და ქმნის მარადილ აწყოს მაგდონალდის. და სხვათა შორის აქ უწერია, რომ თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს. აი ზუსტად ეგ შესხვაფერებული მდგომარეობა არის გაწელილი ამ ლექსში რა. დროის გაგებით. აი ვარდისფერ გზაში ეხა მე მგონი ვარდისფერი გზა სტანდარტულად სიკვდილისმევა. ის რომ სიკვდილი მშვენიერია, იმიტომ რომ პოეტი ვარ, იმიტომ რომ ხელოვანი ვარ. მშვენიერია? როდესაც ამ ხელა შემოქმედებითობის უნარი გაქვს და ამას ავლენ, მაშინ მშვენიერია. იმიტომ რომ არა მშვენიერიც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ იცი რომ ესეთ რაღაცას დავებ. მაგრამ ასევე უმნიშვნელო შეიძლება იყოს, იმიტომ რომ რა არის სიკვდილი, სხეულებრივი სიკვდილი ხელოვნებასთან. არაფერი. სადღაც წავიკითხე ვიღაცამ ეწერა პოსტში ისო. ბუნება მიცის როგორ მოკვდეს ლამაზად, შემოდგომაზე წერდა. ხო და აი ძალიან მომეწონა და აქ არის რომ პოეტმა იცის როგორ მოკვდეს ლამაზად. ამ ლექსით რო კვდები, რავი. ეგ ავარდისფრებს შენ სიკვდილის გზას რა. მე ვარდისფერი უფრო ისე აღვიქვი, არა ესთეტიკური გაგებით, არამედ უბრალოდ როგორც უკვდავებაში გადასვლის გაგებით. მაგრამ ეგ იდეაც ძალიან მომწონს. მე ეგეც მომწონს. ხო, რომ ანუ სიკვდილი მშვენიერია, როცა ამ რაღაცას მიაღწევ, არ ვიცი რასაც მიაღწია გალაქტიონი. როცა ადამიანური მასშტაბი ვეღარ უძლებს შენს შენს ეს როგორ თქვა. როცა ადამიანური მასშტაბი ვერ ახერხებს შენი გენიალურობის დატევას. მაშინ ბედნიერი ხარ სიკვდილის წინ. იმდენად ვერ ახერხებს, რომ ანუ სამყაროს კი ვერ ახერხებს, იმიტომ რომ სამყარო გემსგავსება შენ. აქ სამყარო ემსგავსება გალაქტიონს. იმდენად ის არის. მეტაფორულადაც და ფიზიკულადაც მე მთელი პოეზიის სამყარო გალაქტიონს ემსგავსება. ყველა აბსოლუტურად. რამდენი წარმოგება გალაქტიონის წრეში ვართ. ან გარბენით ემსგავსებიან, ანუ ის რომ თავი უნდათ რომ არიდან, ან პირდაპირ. ხო, საზომი არის გალაქტიონი. დღეს რო ვიღაცა წერს რაღაცა ვერლიბს, ეგ არის რომ მოდი რითმა ამოწურეს და ეხა მე ამას გავაკეთებ. ან არის რომ ვინც რითმას წერს, აი ძალიან გავს რა. აი ძალიან. ნუ ვერლიბრიც სიტყვების თამაშით აუცილებლად რაღაც მომენტში დაემსგავსება გალაქტიონს. მე მაგას დადებითად ვახსოვს. ხო, აბარებო. ანუ არა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი არის, ვინც მაგას უარყოფითად აფასებს და მე გავლენები მგონია ამოსავალი წერტილი ლიტერატურაში. ხო, ეგ ერთი და მე ეგ აუცილებელია გავლენა გვჭირდება იმისთვის, რომ კულტურაში თუ არ გავაჯინოთ ისე რა გამოდის მაშინ. მეორე ამბავი არის ის, რომ მე მგონია, რომ ქართული ენის რაღაც მაქსიმალურს არა, მაგრამ ისეთ წერტილს მიაღწია გალაქტიონმა, რომლის იქით წასვლასაც გალაქტიონესნაირი ან უფრო დიდი გენიოსი სჭირდება რა. და რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ, მას მერე ეგეთი რთული საპოვნელია. შეიძლება იყო ვიღაცა, მაგრამ ვერ მოახერხა, მაგრამ პრობლემაა რომ არა. ვინც ვიცით იმათ შორის აფუნერ არის. ნუ რაც ყველაზე კარგი ვიპოვეთ, მოდი გამოვიყენოთ რა. რა თქმა უნდა, თავად გალაქტიონმაც ეგ გააკეთა რა ბარათაშვილი, გურამიშვილი, რუსთაველი, ხო? ანუ რუსთაველის მერე გამოჩნდა გურამიშვილი, ვინც რაღაც ახალი ნიშა დაიჭირა ქართულის. მერე ბარათაშვილი და მერე არის გალაქტიონი. და იმის მერე ჭილაძეც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გავს გალაქტიონის პოეზიას, ჭილაძის პოეზია, მაინც განსხვავებული პოეტია. ანუ ვერ იტყვი მაინც რომ ეხა გალაქტიონის ის არის. ეხა ვიტყვი რაღაცას და ქართულის მასწავლებლები ალბათ ამის გამო დამარტყავენ. ისევ. გალაქტიონი ლექსს იწყებს რომანტიზმით და ამთავრებს მოდერნიზმით. და მოდერნიზმით ისე ამთავრებს, რომ მოდერნიზმიც კვდება. მაგის იქ თუ ეგ არის არსებობს. იწყებს ყველა იმ სიმბოლური სახით, რომელიც რომანტიზმში არსებობდა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. მე ახერხებს ყველანაირი წინარე გამოცდილების ერთად შემოგროვებას, რაც მოდერნიზმში მოხდა, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი რაც ვიცოდით, ბერძნიდან მოყოლებული რაღაც რეალიზმით გამოყოლებული, ნეორომანტიზმით დამთავრებული, ყველაფერი რაც ქონდა, მით უმეტეს ქართველებს, რომ ბარათაშვილი ეს, ამ ყველაფერს კრავს და მე ამბობს, რომ აგერ მე ვკვდები. შესაბამისად, ის რაც დაგროვდა, აგერ განახეთ, უსიო. ამოწურეთ. საინტერესოა. კი, ძალიან კაია. სხვათა შორის ანუ სიკვდილზე და ხელოვნებაზე მე მგონი რომ აი თავარი კრებული ლექსების
თავისქალა არტისტული ყვავილებით, კარგად გადმოსცემს, ახლოს დგას ძალიან ამ ლექსის შინაარსთანაც. თავისქალა როგორც სიკვდილი და ყვავილები როგორც ხელოვნება, თან არტისტული. სხვადასხვა მაგაზე დავა არის, რომ შეიძლება ხელოვნური ყვავილები იყოს. რატო? არტისტული რადგანაც წერია. სადღაც ნახე ერთ-ერთი ინტერპრეტაცია იყო. ძალიან ძიმი არგუმენტები დასჭირდებათ მაგისთვის. მარტო ეგ არ ეყოფა რომ არტისტულიაო. ხო, ავის მე არ მომწონს უბრალოდ. მაშინ უნდა ახსნან არტისტული რატომ ნიშნავს საერთოდ ხელოვნურს. და ეგ გაუჭირდებათ ძალიან. ხო. ნუ მოკლედ შეიძლება მაგაზრის განვითარებაც რა. კაი, გავიდეთ ახლა ბოლოსკენ. ხო. და მოდი ვთქვათ საბოლოოდ აი როგორ შეაჯამებდი ამ ლექსს. რა სიტყოდი საერთოდ. რამე ხო არ გამოგჩარი სიტყვას გინდოდა. არა. რა? მე მახსოვს პირველად რომ წავიკითხე ეს ლექსი რა მჭირდა. რა მჭირდა? მან ერთ-ერთი პირველი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა ვიგრძენი რას ნიშნავდა ხელოვნება. იმიტომ რომ მე ზოგადად თამამი თავხედი მწერლების მოყვარული კაცი ვარ. ეს წერალი საკუთარ კაცში რო იმარება. ვაშო წკაბძოლება ის არის. მე მაგარი ვარ. ბარათაშვილის ის ქვია სახელი. ხო. ზუსტად. და ეს თამამი იყო შენთვის ბარათაშვილი? კი, აბარა. და ეს იყო აი ზუსტად ძახილის ნიშანი იყო ეს ლექსი. მაშინ ახალი აღმოჩენილი მქონდა ლიტერატურა საერთო ჯამში და ეს ლექსი იყო ჩემთვის ეგ ძახილის ნიშანი, რომ კი, ლუკა ეგეთი სახის ლიტერატურა ყველაზე მაგარია. და გალაქტიონი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა სითამამეში რა. რომ მე არასდროს წარმომედგინა ვინმეს თუ შეიძლება ითქვა რომ მე საუკეთესო ვარ, შემდგომ მაგარი ვერ იარსებებს ვერავინ და აგერ დასტური. და დასტური არა მარტო ლამაზია, არამედ აზრობრივად ისე მძიმე და დატვირთული, რომ წლები დაგჭირდება რომ კარგად გაიაზრო. ესეთ გავში რაღაცები მოუხერხებია ცხადია ბარათაშვილმა, როგორ ვერ მოახერხა კაცო. ანალოგიურად ეგეც იდეადე აქვს, მაგრამ აქ მთელი განმასხვავებელი ფაქტორი ჩემთვის ბარათაშვილს და გალაქტიონს შორის გამოდის ის, რომ ბარათაშვილი მაინც არ ამბობს, რომ მე ვარ, რაც ვარ. გალაქტიონი პირდაპირ შემოდის და მე ვარ. ხო. გალაქტიონი და ჩემს ეს ლექსი არის არა მარტო ის, რომ მაგრები ვარ, მაგარი ვარ, არამედ ის, რომ რავი, საკუთარ თავს თუ შეხედავ და რაღაცა წარმოდგენა შეიქმნი, შეიძლება შენს კაი ტიპი იყო რა. იმიტომ რომ რავი, თუ ამ ხელაში თამამები რაცა შეუძლია რომ გქონდეს, გასაგებია რომ ნიჭი და რაღაცა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც შენ შეიძლება შეცდო. სხვათა შორის ნიჭზე მინდა რომ დავამატო, რომ უმრავლესობას გონია რომ პოეტი განსაკუთრებით ისეთი ნიჭიერი როგორებიც იყვნენ გალაქტიონი ბარათაშვილის. აი ესე რაღაცა გალაქტიონი დალევდა ერთ ჭიქა ღვინოს და ოპა მოაფიქრდა მთაწმინდის თვალი და უცებ ჩაიწერა. აი ეს არის ტიტანური შრომა ესეთი ლექსის დაწერა, იმიტომ რომ პირდაპირ თავის დღიურებში გალაქტიონს ჯერ ხო უწერია რითმები, სიტყვების აი რაღაცა ქნარი და ესე 20 სიტყვა უწერია, რომელიც ერთმანეთს ერითმება და მე იქედან აქვს გადმოღებული ამ ლექსში. შემდეგ ასევე დღიურში უწერია ამ ლექსის პირველი ვერსია. და იქ მხოლოდ რამდენიმე წინადადება ემთხვევა მარტო. ანუ ამ ლექსზე დღიურზე დაყრდნობით, მის დღიურზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უამრავი შრომა ჩადო. ანუ ძალიან სიზიფეს შრომა არის რეალურად ლექსის წერა პოეტისთვის. მით უმეტეს ისეთი პოეტისთვის, როგორც იყო გალაქტიონი, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ხელოვნება, პოეზია პოეტის მხრიდან არის ხელობაც. იმიტომ რომ თუ როგორც სახელოსნოში მუშაობს ხელოსანი, ისე არ ემუშავა ენას პოეტმა, შეუძლებელია რომ ესეთი ლექსი დაწეროს. ამიტომ ნიჭიერებას მარტო არ მივაწეროთ. აი როგორც რაღაცა მაგარი სპორტსმენი, აი როგორც მესი არ არის მარტო ნიჭი და არის მთელი ცხოვრება და 15-20 წლის ვარჯიში ყოველდღიური, ისი არის გალაქტიონი არა, მესი არის გალაქტიონი აი მუდმივი შრომის, კითხვის, ვარჯიშის ენასთან. და ეს გარდა იმისა, რომ ენასთან ვარჯიშობა არის ასევე, რომ განათლებას იღებ. იმიტომ რომ გალაქტიონი ხო ანუ უნივერსიტეტი და ესე აკადემიური ცოდნა ხო არ ქონდა, ყველაფერი ქონდა თავისით მიღებული განათლება. უზომოდ განათლებული პოეტია, იმიტომ რომ თავის კრებულშიც, აი მაგალითად არტისტულ ყვავილებში, მინიმუმ, რავი, ჰამლეტი, ანუ შექსპირის შემოქმედება, გოეთე,
ოდისეა და ანუ ძალიან დანტე ყველაფერი ჩანს და ეგ მარტო წაკითხული კი არა, ძალიან ღრმად დამუშავებული აქვს აშკარად ლურჯად ცხენებში მაგალითად. ანუ ამის თქმა მინდოდა რომ მარტო ნიჭად არ აღვიქვათ მაწერილი მაქვს რაღაცები რაც შეცვალა და მაგრამ ანტა მე ძირითადად ბოლოსკენ რაც შეცვალა რა 3-4 რაღაც აქვს შეცვლილი მარტო. ერთგან არის აკაკისლანდი არის შეცვლილი მოხუცისლანდით, მწუხარი სასაფლაო არის მშობლიური სასაფლაოთი შეცვლილი. ბარათაშვილი არის ან ბარათაშვილს აქ უყარდა ობლაციარული რო არის. ეგ არის შეცვლილი დაწყეული ყრმას აქ უყარდა ობლაციარული და კიდე მეტი არაფერი ყოფილა ხო ეგ არის რა. და ისა მინდოდა მეთქვა რომ შექსპირთან ძალიან დიდი კავშირი აქვს ამ ლექსს, მაგრამ შექსპირზე არ მინდოდა მე აქ ლაპარაკი, იმიტომ რომ არის ლექსი. ცალკე ჩავწეროთ, ცალკე ვაპირებთ ჩაწერას გალაქტიონის ერთ ლექსზე, რომელიც შექსპირს პირდაპირ ესადაგება. და ამიტომ ინტრიგად დავტოვებთ. ხო, თუ გაინტერესებთ გალაქტიონის პოეზია, ჩანაწერები და ასე შემდეგ, ყველაფერი არის გაციფრულებული და შეგიძლიათ ნახოთ galaktion.g ან galaktion.g. ნუ აღწერაში ჩავაგდებთ საიტს და ყველაფერი დევს შეგიძლიათ ნახოთ. მე მგონი მორჩით ხო? შევეცადეთ რომ უფრო მოკლე ეპიზოდი გამოგხსოვდა, იმიტომ რომ ეგეთი შეფასებები მივიღეთ რომ ძალიან დიდ ვიდეოებს დებთ. ხო და მოდი ახლა ესე ვცადოთ და დავაკვირდებით პროცესს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ხალხო არხი, იმიტომ რომ 1 საათია ვზივართ 11 საათზე და გავიყიდეთ და აი ისე ვიკავებდი თავს რომ არა უკანკარნებული არ ვიცი. ხო და გამოიწერეთ ხალხო აი ესეთ მსხვერპლზე მივდივართ ამ პოდკასტებისთვის. დალაიქეთ ვიდეო და ხო გამოიწერეთ არხი. ასევე შეგახსენებთ რომ შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ კითხვები, დაგვიდონატოთ გალაქტიონის ეპიზოდს როგორ არ ხდება დაგვიდონატოთ სიტყვა, მაგრამ გადმოგვირიცხოთ ალბათ. ქისაჯიზე ნებისმიერი რაოდენობის თანხა 2 ლარიდან 50 ლარის ჩათვლით და მოგწეროთ კითხვა იმ წიგნებზე ან ნაწარმოებებზე, რომლებსაც განვიხილავთ ამ პოდკასტში. მადლობა და მომავალ კვირამდე. ნახვამდის.